აულად რა მაგარი იქნება შვილებს რო ნახავთ ჩვენს ასე რა მაგარი წარმოუდგენელი ემოცია იქნება. ეს არის საოცარი შეგრძნება რა. ჩემი პირველი შვილი რომ ნახე ახალდაბადებული ემოცია თითქოს არ მქონდა დავიბენი აი ვერაფერი ვერ გავაკეთე ბატონო აი თან უცნაურობა რა ჭირდა იცით რაღაც უცნაურის გამოყვა დაბადებისას ეხლა 3 წლისას გაუქრებაო და მართლა მასე მოხდა რაღაც მონღოლური ლაქა ყოფილა და წელზე ქონა ლურჯი ეს ქონდა სიყვითლე ქონდა თანდაყოლილი და თან ნახევარი წითელი იყო მეთქი რა არის ეს შუქნიშანი ვერ მივხვდი რა მაგრამ საუ მამობას და აი ბაბუს რო გამოვცდით მაგარი იქნება. ძალიან მაგარი იქნება. აი მე რა ვიცი, აი რა გითხრათ, ბაბუობა ეს კიდე ცალკე ფენომენი აღმოჩნდა. დღეს მე ჩამოვედი ძეგვიდან, იქ სახლი გვაქვს და მეკიდან დავდივარ. და ეხლა გიორგი იქ ამყავს რა. გუშინ რამე დამირეკა რომ მე შეგპირდიო რომ ხვალარაზე წამოვალო და გამომიარე რომ წამოვიდეო რა არის ძალიან პატარა საიმისოთ რომ მე ესე მელაპარაკებოდეს რა და გზაში ჩავიყვანე იქ გზაში იქნებ მაკდონალდში შევიაროთ და კი ბატონო შუაღამისას რა თითქმის ღამე ჩავიყვანე და ბებიამის ძალიან გაეხარდა რა თქმა უნდა სიურპრიზი მოუწყვეთ და კაცი თავის სიტყვის პატრონი უნდა იყოსო. ვაი, გავგიჟდი კინა. მნიშვნელობა არ აქვს, ბებერი იქნება ახალგაზრდაო თუ ესეთი რომ იტყვის ის უნდა შეასრულოსო და მე ბედნერი რაღაც ჭამა მინდოდა. სმაგო, თუ ამას შეინარჩუნებს ის სასწაულეთ ბატონო გოგა აუზში გადახტა. ხო არა. მე მაგდენი არ შეფიცლია და თვითონ ვაგდებ ხოლმე ესეთა.